რადგან გადაწყვეტილების მიღების მომენტი. შევარჩიე დრო, რომელიც შეუსაბამო იყო გავსის განზრახვისთვის. ეს იყო სიცოცხლის გარისკვა. დიახ, სიცოცხლის გარისკვა დილით 3 საათზე ჩავუშვი თოკი, გავუშვი თოქს ხელით, ჩავეშვი ოკეანეში. მე რო წარმოვიდგენ, რომ ჩავხტე ეკიპაჟის უფროსმა გაგაფრთხილათ, რომ მივდივართ ამერიკაში. დიახ. რა დრო დაგჭირდა, რომ გაგეცურა გემიდან სანაპირომდე? გემიდან სანაპირომდე 2 საათი დამჭირდა. ტანზე მოიბი თოკი? დიახ, ტანზე მოვიბი თოკი. ოკეანეში რომ ჩახტი. როდესაც თოქს დავეკიდე, მთელი სხეულით ფიქრობდი ერთ რაღაცაზე, რომ ცურის დროს ოკეანეში შენი მეგობარი იყო თუ მტერი? გაპარავით აუცილებლად გავიცნობ. ოკეანეში გადახტომამდე ბოლო კომუნიკაცია ვისთან ჰქონდა? ბენზინის ხელთან მაშინ მოვათავსე. გამოხედი, ესე იგი, კონექტიკუტის სანაპიროზე, მოიხედე, გემი ჩანდა ისე ხელი იქიდან. გამქნიე. იმას, რაც გააკეთე, მამაცობაც უნდა და მშიშარარაში ხარ. ჯობს მონობაში გადადგაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი. როგორ ფიქრობ, სიცოცხლე საჩუქარია თუ ვალდებულება? მოვხდი ციხეში, ამოვყავით თავის. უეჭველი ქართველი თორნიკე დუმბაძე. გამარჯობა, თქვენ უყურებთ გადაცემათა ციკლს ამერიკის შეერთებული შტატებიდან. უეჭველი ქართველია, მე ამ გადაცემის ავტორი და წამყვანი ჟურნალისტი ალექსი მეგრელიშვილი ვარ. გვიყურებთ როგორც TV პირველის მაყურებელი, ასევე შეგიძლიათ მოგძებნოთ სოციალურ ქსელებში უეჭველი ქართველია. რა თქმა უნდა, დღესაც ჩემი გადაცემის სტუმარი არის უეჭველი ქართველი. ბიჭი, რომელიც გემიდან ოკეანეში გადახტა და თავი ამოყო ამერიკის შეერთებულ შტატებში. თორნიკე დუმბაძე არის დღეს ჩემთან სტუმრად. როგორ ხარ? მოგესალმები. კარგად. მადლობა, რომ იღებს მონაწილეობას ამ გადაცემაში. მადლობა თქვენ მოწვევისათვის. შემთხვევით არ მომიყვანი ხარ ოკეანესთან, მინდა რომ შენი თავგადასავალი მოუყვე ჩემ მაყურებელს. პირველ რიგში მოგვიყევი შენ შესახებ, საიდან ხარ, ვინ ხარ, ორი სიტყვით და შემდეგ უკვე წამოვიდეთ ამერიკული ისტორიისკენ. მე ვარ თორნიკე დუმბაძე, დავიბადე ბათუმში, ცხოვრობდი ბათუმში და ჩემი ამერიკული ცხოვრებაც ნამდვილად უკავშირდება ოკეანესთან, რადგანაც მე თვითონაც აღმოვცენდი ოკეანიდან. ასე შემოვაღწიე ამერიკის შეერთებულ შტატებში. მოდი დეტალურად გითხარი, საიდან დაიწყო ეს ისტორია, საქართველოდან ამერიკამდე. როგორ იყო შენი გზა? საერთოდ დაუგეგმავი იყო, ან წინასწარ არაფერი დამიგეგმავს, რომ ჩემი გზა აუცილებლად ჩერდებოდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. უბრალოდ ვიყავდი ჩემს ცხოვრების დინებას, ვიყავი მზარეული, შემდგომ გავიცანი პიროვნება, რომელმაც მითხრა თუ როგორ შემეძლო გამختارიყავი მეზღვაური. რაც ეს დამეხმარებოდა ჩემი შემოსავლის გაზრდაში. როდესაც მე დავიწყე სწავლა, ძალიან მარტე ვარ და მოკლე დროში გავხდი მეზღვაური დაახლოებით. მზარეულობიდან მე მეზღვაურობამდე. რამდენი წელი იყავი მზარეული? მზარეული ვიყავი 5 წლის განმავლობაში, მუშაობდი ქალაქ ბათუმის რესტორნებში, რამდენიმე რესტორნის მზარეული ვიყავი, გახლდით. კი ბატონო. აი მზარეულობა დამეხმარა იმაში, რომ გავხდარიყავი მეზღვაური მზარეული. დაიწყე გემზე მზარეულად მუშაობა. რა ხდება შემდეგ? გემზე მზარეულად მუშაობა დავიწყე. დაწყებამდე ჩავედი მექსიკაში. დაახლოებით მექსიკაში რა გინდოდა? მექსიკაში იყო გემი გემის ერთ-ერთი გაჩერება იყო მექსიკაში, სადაც გველოდებოდა ახალ ეკიპაჟს. და იქ ავედით 6 ადამიანი. მექსიკის ვიზა გქონდა? არა, მექსიკის ვიზა არ გქონდა, უბრალოდ მე მქონდა საბუთები, რომ ვარ მეზღვაური და შესაბამისად მსგავს სიტუაციაში ქვეყანა მარტივად გასცემს ვიზას. ვსწავლობდი თუ როგორ იყო ცხოვრება გემზე, რადგან მანამდე არანაირი გამოცდილება არასოდეს არ მქონია და ის იყო ახალი გამოწვევა ჩემთვის, თუ როგორ უნდა მეცხოვრა გემზე მეზღვაურად, როგორ უნდა მომემზადებინა კერძები მეზღვაურთათვის. და ყველაფრის სწავლასთან ერთად მიგებდი სიახლეებს გემზე ცხოვრებისთვის და ასევე იმას, რომ შემდეგი გადაადგილება გემისათვის უახლოვდებოდა ამერიკას. ეს იცოდი წინასწარ, რომ გემი გამოდიოდა ამერიკისკენ თუ არა? მაგალითად, ყოველი შემდეგი გადაადგილების ინფორმაცია გააქვს, ოღონდ მაგალითად აი 3 დღით ან რამოდენ ძალიან მცირე დროში, რომ მაგალითად გავდივარ ჩვენ რამოდენიმე დღეში ამ მიმართულებით. მაგრამ შენ რომ წახვედი საქართველოდან მექსიკაში და მე მექსიკიდან სად მიდიოდი? არ იცოდი. დიახ, არა, ანუ შენ საქართველოდან წახვედი ისე რომ არ იცოდი თუ გემი როდისმე შემოვიდოდა ამერიკაში. და ეკიპაჟის უფროსმა გაგაფრთხილათ, რომ მივდივართ ამერიკაში. დიახ, გავიგეთ. ჩაირთო შენს გონებაში. დიახ, ნამდვილად იყო ეს მომენტი, რომ ჩაირთო ჩემს გონებაში, ვეძებდი გონებაში. ფილადელფიის პორტში ვერ გავბედი გემის მიტოვება, მაგრამ
ასევე სასიხარულო იყო ჩემთვის ის, რომ შემდეგი გადაადგილებაც იქნებოდა ამერიკის მომდევნო პორტში. ანუ ჩემთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ არ წასულიყო მოშორებით, არ ასულიყო მაგალითად კანადაში, ან არ დაბრუნებულიყო ისევ მექსიკაში. და ის შემდგომ ერთი კვირა დაჭირდა გემს, კონექტიკუტში ჩამოვიდა ნიუ ჰევენსში, სადაც აღვასრულეთ ჩემი გეგმები. ის შემდეგაც დავრჩა. მივადექით ყველაზე საინტერესო ნაწილს. ესე იგი, კონექტიკუტში შემოვიდა შუა ზღვაში, პორტამდე არ მოვიდა, დადგა გადაწყვეტილების მიღების მომენტი. ჩემს გონებაში უკვე ეს გადახარშული მქონდა და ვიცოდი, დროც მომენტით შერჩეული მქონდა თუ როდის გავაკეთებდი ამ ყველაფერს. და როდესაც დადგა ეს ჟამი, ცოტა გამიჭირდა ამ ყველაფერთან ჩემს თავში შეგუება იმის, რომ ერთ დღეს და იმ მომენტში, როდესაც უკვე უნდა დამეწყო გემიდან გაქცევის, ანუ ჩემი სეული გეგმის განხორციელება, ცოტა იყო წნეხის მომენტი, რომ ანუ როდესაც აპირებ ისეთ რაღაცას, სადაც არ იცი როდის ან როგორ დასრულდება. მე თუ მეტეს აი ამ წყლებში, რომელიც ამდენად საშიშია და არაერთი ისტორიები გვსმენია თუ როგორ და უგზაუკლოდ იკარგებიან ადამიანები ოკეანეში და მე შევარჩიე დრო, რომელიც საერთოდ შეუსაბამო იყო მსგავსი გადაადგილებისთვის ან მსგავსი განზრახვისთვის. ეს იყო სიცოცხლის გარისკვა. დიახ, სიცოცხლის გარისკვა მიზნისათვის, რომელიც ანუ კონკრეტული მიზანი არ გამაჩნია, რომ ანუ მაგალითად მივდივარ, აი ეს რაღაც კონკრეტული მჭირდება, ავიღებ და წავალ. ანუ არაფერს წინასწარ არ გვეგმავ, ან რაღაც მიზნისთვის არ ვცხოვრობ, რადგან მიმაჩნია, რომ ჩემი ცხოვრება არის თვითონ მიზანი თავისი ცვლილებებით და მასშტაბებით. ანუ რაც მოხდება, მოხდეს. დიახ, რაც მოხდება, მოხდეს, ანუ ჯობს მონობაში გადადგაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარი, აი ეს უფრო ჩემი დევიზია და ამ დევიზის ფარგლებში დილით 3 საათზე ჩავუშვი თოკი და გემის მოპირდაპირ მხრიდან ვცდილობდი და მივატოვო გემი, გავიქცე გემიდან. აი ერთ მომენტში, როდესაც თოქს დავეკიდე, მთელი სხეულით ვფიქრობდი ერთ რაღაცაზე, რომ ანუ მიღივს თუ არა ამ ყველაფრის გაკეთება. და ანუ საკუთარ კითხვას პასუხი არ გავეცი, გავუშვი თოქს ხელით, ჩავეშვი ოკეანეში. ის შემდეგაც 2 საათი დამჭირდა აი მანძილის დაფარვისათვის, რომ გემიდან სანაპირომდე გავსულიყავი, გავცილებულიყავი პორტის არეალს, რადგან პოლიციას ან აი მე მსგავს არ შევხვდოდი და ჩემი გაქცევის მიზნისთვის მიმეღწია სრულად. რადგან მიმეტოვებინა გემი და ყოფილიყავი ამერიკაში. ცურვა ესე იგი ისე მაგრად იცოდი რომ ენდე შენს ცურვა ვიცი ნამდვილად ვენდე ბათუმელი კაცი ხარ და დიახ ანუ ცურვა საკუთარი თავის გადარჩენა შემიძლია და ნებისმიერ ადამიანში იღვიძებს ინსტინქტი თვითგადარჩენის გამოუვა სიტუაციაში. მე ვიცოდი რა მომიწევდა, რომ ოკეანით უნდა გამოსულიყავი, სხვა საშუალება არ მქონდა გემის სხვაგვარად მიტოვების და ამიტომაც თავიდანვე შევეგუე, ასევე ამოვიგდე თავიდან ის ფიქრი, რომ მე გზად შევხვდება ზვიგენი ანის მე შევჭამს ან რაიმე ზარალს ან ზიანს მომაყენებს. მსგავსი ფიქრი, დიახ, სრულიად რეალური ფიქრი უნდა ყოფილიყო. უბრალოდ ეს ფიქრი ამოვიგდე თავიდან და ნაკლები ფიქრით და მეტი შრომის ხარჯზე მოვახერხე გამოვაღწიე. ლატარია ითამაშე შენინი ცხოვრებით. დიახ, როდესაც გამოვედი სანაპიროზე, მობილურის ეკრანი მიჩვენებდა დილის 5 საათს. 2 საათი და 5 წუთი მოანდომე აი ამ მანძილის დაფარვას. ტელეფონი საიდან მქონდა? იქ ამ ტელეფონი წაიღე, ანუ რაღაც ნივთები მომიმაგრე. დიახ, პირველი საათიდან 3 საათამდე მქონდა ჭიდილი თუ რისი წაღება შემეძლო მე არსებობისათვის, ანუ 60 და საჭირო ნივთები. ამიტომ რისი წაღებას მოვიფიქრე და შევძელი იყო ძალიან მარტივადასა და რადგან სიმძიმე წყალში უფრო მეტ ზონას წარმოქმნიდა ჩემთვის, უფრო დამაფერხებელი იქნებოდა. რომელი სეზონია ამ დროს? ზაფხული არის. ზაფხული. დიახ, ზაფხული არის. წავიღე შორტი, მაისური, ფეხსაცმელი რადგან ზაფხული იყო და დათბილული დასასველი არ მჭირდებოდა, ასევე წავიღე ქართული ID და მობილური დამტენი. და მობილური ჭურჭლის სარეცხი ხელთათმანი, რეზინის ხელთათმაში მოვათავსე. 3 ხელთათმანი გამოვიყენე ამისათვის და სხვათა შორის გაამართლა. ანუ ერთი წვეთით წყალს შეუღწევია მობილურში და ტანზე მოები თოკით? დიახ, ტანზე მოვები თოკით მარცხენა მხარეს.
და ანუ დამხმარე ჟილეტით ან რაღაცა ესეთებით არა. უბრალოდ ჩავეშვი წყალში. გემიდან ოკეანეში რომ ჩახტი პირველად, აი რა შეგრძნება იყო? წყალი ძალიან ცივი იყო? აი სხვათა შორის არა, იმდენად ადრენალინის მაღალ დონეს ვდობდი და აი ესეთი შეგრძნება მქონდა, საერთოდ ვერ შევავჩინდია წყლის თბილი იყო თუ ცივი. უფრო ჭიდილი მქონდა, რომ ანუ რას ვაპირებ და აი წყალში როდესაც ჩავხდი, მე შემდეგი ის მქონდა რა ქვია საკუთარ თავში ბრძოლა, რომ ხმელეთს ოღონდ შევეხო, ცოცხალი ან მკვდარი. იფიქრე ტვინში გაგიელვა აზრმა რომ ხომ არა უბრუნდეო? აი ეგ შემეძლო, როდესაც ვიყავი თოკზე. აი ხელით დაკიდებული და ვეკიდა ძალიან ბევრჯერ შემეძლო მაგის გამეორება ისე რომ ანუ არც ჩავვარდებოდ. დაუფიქრდი შენ თავს დაუსვი კითხვა რომ დაუსვი რომ ანუ რატომ ვაკეთებ ამ ყველაფერს და ანუ არ პასუხი დღემდე არ გამიცია, რადგან მე აქ ვარ და იმ მომენტში ხელი გავუშვი თოქს. და დაიწყო ცურვა. დიახ, დაიწყო ცურვა 2 საათის შემდეგ. გავედი ხმელეთზე, იყო ძალიან მაგარი შეგრძნება. ისვენებდი გზა და გზა? არა, არანაირად არ ვისვენებდი, აი რაც ძალა დაღონე მქონდა, ვცდილობდი რომ აი ეს მანძილი რაც არ უნდა იყოს, ან ყოველ მანძილს აქვს დასასრული. და ვიცოდი რომ ანუ ეს მანძილი ხომ არა ფიზიკური მომზადება ხო უნდა 2 საათი იცურვა. არა, კი, როგორ არ უნდა მოგოდეს მსგავს ანუ უნდა კონდეს მსგავსი შესაძლებლობა, ან წინასწარ უნდა მოემზადო. მე მსგავსად არ ახლა გემზე მაგის პირობები არანაირად არ მქონდა, რომ აი ცურვის რაღაც სკილები და ანუ გამეუმჯობესებინა, ან ცურვა უფრო სწრაფად მესწავლა ან უბრალოდ მივედნენ ჩემს ბედს და ჩემს შესაძლებლობას. ეგ უნდა მეთქვა, შენ სხეულს უფრო ენდე იმ მომენტში თუ სამყაროს ღმერთს არ ვიცი. ჩემს სხეულს მენდე და სამყაროს იმით რომ სიურპრიზად არაფერი ისეთი არ დამახვედრა იმ მომენტში მონაკოჩი ოკეანის, რაც სიურპრიზი შეიძლება ყოფილიყო. დიახ, ძალიან დიდი და დიდი კბილებით და პირით ზვიგენი. იხლიანი ხარ შეგიძლია თქვა თუ კარგად გეგმავ შენს ცხოვრებაში რაღაც. არა, იმედად კარგად არ უნდა დაგეგმო ცხოვრება, ანუ იღბალით თანხლები მოვლენა რა, ანუ ის რომ მე თქვა მე ცურვა ვიცი, იღბალი გახვედრებს რაღაც ისეთ ანუ ის წინააღმდეგობით გაწევა ჩვენ არ შეგიძლია. ამიტომ იღბლიანიც ვარ და ჩემი ან მაგალითად რაღაც მონაკვეთის დაგეგმარებას იდეალურად შემიძლია. კი ბატონო, გამოხედი ესე იგი კონექტიკუტის სანაპიროზე, მოიხედე, გემი ჩანდა ისე იქიდან. ხელი დამქნიე. აი ეს მობილური დამეკარგა, როგორ ხუმრობდი მობილურით, ვიღებდი ვიდეოს და ჩვენ ან ეს შემდეგი მოგონებები შეჭირდებოდა, რომ მე ანუ ვიყავი იქ, ჯერ იქიდან გადავიღე, გემიდან სანაპირო და შემდეგ სანაპიროდან გემს გადავიღე, აი მე იქ ვიყავი და ეხლა აქედან პირველი შეგრძნება რა იყო რომ ამოხედი ეს? უმაგრესი შეგრძნება იყო ჯერ ის რომ დასრულდა ჩემი უკან წყალში მოძრაობის და წყლის კოშმარი და აი როგორც კი ხმელეთს შევეხე მე ხლა საით უკვე მზე ამოსული იყო? არა, ბნელოდა, ანუ დილის 5 საათი იყო მზე, თითქმის იწყებოდა მზის ამოსვლა. საკმაოდ ბნელოდა, როდესაც ხმელეთს ამოვედი, იყო ჩემი შემდეგი ფიქრი, ანუ ეხლა საით. რა არის შემდეგი ჩემი გამოცდა? სჯობს მონობაში გადიტკაცებულს თავისუფლების ძებნაში მკვდარიო, მონად თავი გეგზნია სადმე? არა, მაგრამ ანუ მონად არ მიგზნია, უბრალოდ არ მინდა რომ ჩემი შეხედულებით ხვის მაგალითად სწავლა, განათლება, რაიმე მსგავსი დავაკნინო, ანუ მე მირჩენია შევქმნა ცოტა და დამოუკიდებლად იყოს ჩემი და არა მაგალითად ვიშრომო, ან ვიღაცისთვის გავწიო ჯაფა და ის საუკეთესო წლები შევწირო, მაგალითად მზარეულობას ვამზადებდე. ანუ შენთვის შეუძლებელი იყო რომ საქართველოში ამისთვის მიგეღწია. დიახ, ნამდვილად. გემიდან ოკეანეში გადახტომამდე ბოლო კომუნიკაცია ვისთან ჰქონდა? ჩერძმასთან. და რა უთხარი? ჩერძმას დაუკავშირდი, დაურეკე და უთხარი რომ ვაპირებ გემიდან გადახტომას. როგორი იყო მისი რეაქცია? მისი რეაქცია იყო მარტივი, არანაირად არ გაკვირვებია, რადგან მიცნობს კარგად და იცის რომ რა. დიახ, ნამდვილად. და უბრალოდ ვეცხარ რომ შვიდად გადი და როგორც კი გახვალ დამიკავშირდი, შესაძაც უკვე გავედი, როგორც კი მობილური ამოვიგე, საათის გაგების შემდეგ პირველივე მომენტი იყო დაურეკე ჩემს მას. და ხუმრობით ვუთხარი რომ აკვამენი თქვა ამერიკაში არა, რადგან ოკეანით ავედი ხუმრობით ჩემთავს უწოდებ რომ ვარ აკვამენი, რადგან ოკეანით მოვაღწი ამერიკის შეერთებულ შტატებში. ოჯახმა დედამ მამამ როდის გაიგეს უკვე? აი მანამდე ვუთხარი რომ ვაპირებდი და ისე მიიღეს რომ ხუმრობ, რომ ეს ყველაფერი არ შეესაბამება სიმართლეს
და ძალიან ცუდი ხუმრობა. იმიტომ რომ ძალიან ინერვიული. დიახ და მაგიტომაც არ დავურეკე და არ ვუთხარი რომ მე ამას ვაპირებდი, ვუთხარი მხოლოდ ჩემს და არის მომენტი რომ ადამიანის ის როგორ ჩაივლის ანუ ეს ტრიპი რომ გადავრჩები თუ ვერ გადავრჩები. და ბოლოს სიტყვები რა იყო? შენთვის ეს შეიძლება ყოფილიყო ბოლოს არის. დიახ, ნამდვილად. აი მაგიტომაც პოზიტიურად ხანი გამოხვიდოდი თუ არა? აი ბოლოს სიტყვები ძმასთან რა იყო? ბოლოს სიტყვები დარწმუნებული ვიყავი ჩემს ფიზიკურ შესაძლებლობებში, რადგან ამ მანძილს დავფარავდი. თუ დავნებდები, აუცილებლად დავიღუპები. ამიტომაც დანებებას მე არ ვაპირებდი და შესაბამისად გამოვახციე ხმელეთ, ანუ ხმელეთამდე როდესაც გამოვახციე ძალიან ბედნიერი ვიყავი ამ მონაკვეთ, ამ შეგრძნებით, რომ დასრულდა და მე ეს შევძელი. დიახ, ნამდვილად. უკვე ვცდილობდი რაიმე ტრანსპორტის, ან რაიმე საშუალების დაძებნას, რომ ანუ ჩავაღწიო ნიუ-იორკამდე. იქ მაინც ჩავიდე, სადაც მივდიოდი. რატომ ნიუ-იორკამდე? რატომ, ანუ იმიტომ რომ აი იქვე დავგუგლე და დავძებნე, სად არის, ანუ უფრო მეტად ცნობილი და მეტად ფართო და ანუ გავრცელებული ადგილი ქართველთათვის. იმიტომ რომ რუსული არ ვიცი ინგლისური იმ მომენტშიც არ ვიცოდი, გემზე ასასვლელადაც მოვიტყვე რომ მე მესმის თქო. გჭირდება ადგილი, სადაც ქართველები არიან. სადაც არის კომუნიკაცია, სადაც არის ქართველები, სადაც უფრო მეტ შველა არის და სადაც უფრო მეტი ადამიანი შეიძლება გული შესტკიოდეს შენზე შედარებით იმისთვის, რომ ანუ ერთი და იგივე ენაზე ვსაუბრობ და შეიძლება მეტად ვფიქრობდი, რომ იქ დამეხმარებოდნენ ვიდრე მაგალითად ამერიკის სხვა შტატში. ეგიმედები გაგიცრუდა თუ გაამართლა? არა, სხვათა შორის ანუ გაამართლა, იმიტომ რომ ანუ რასაც მოველოდები თანამემამულებისგან ყოველთვის ვიღებ, ანუ იმ შედეგს. რადგან ანუ მაინც არ ვართ ის ალბათ ერი, რომელსაც შეუძლიათ საკუთარი თანამემამულე ქუჩაში მიატოვოს ან რაიმე ისეთი ზიანი მიაყენოს. უნდა წამოსულიყავი ნიუ-იორკში, ბრუკლინში, როგორ შეძელი ეს ხარ კონექტიკუტში. ინტერნეტი არ გექნებოდა დიდი ალბათობით? დიახ, ინტერნეტი არ მქონდა, უბრალოდ თანხა თუ მქონდა რამე? დიახ, თანხა მქონდა, $300 მქონდა. აი შემდგომ არ ვიცი, აი ტაქსი როგორ ანუ როგორ გავაჩერო, როგორ გამოვიძახვა რაიმე მსგავსი, თან ეს პლუს რომც ვიცოდე, არ ვიცი სასაუბროდ ენა, რომ ეს ყველაფერი, ანუ ავიღო მობილური, დავუკავშირდე, უთხრა ლოკაცია, სად ვიმყოფები, არც ეს არ ვიცი, ინტერნეტი რო არა მაქვს, ანუ ვერ პოულობ ჩემს აპლიკაცია შენ არ გაქვს, აპლიკაცია არაფერი, დიახ, მაქვს $300 მობილური და განცდა იმის, რომ უნდა ჩავიდე ნიუ-იორკში. აი შემდგომ, როდესაც გამოვედი სანაპიროზე, ბენზინგასამართ სადგურზე ვიპოვე პიროვნება, ნუ ჩვენებრივად ძალიან მარტივია და ხშირად მოძრავი ადგილია. ამერიკელი? დიახ, ამერიკელი, რომელსაც პირველ რიგში ვეთხოვე სანთებელა. რადგან სიგარეტის მოცემა მინდა. რომ ეს ყველაფერი დასრულდა, ცოტა დავისვენებ თქო. თანხა რომ არ დამეხარჯა, ანუ მხოლოდ სიგარეტი შევიძინე და სანთებელა არა. ასევე კეპი და სათვალე რომ თითქოს შევინიღებოდი რომ არ ყოფილიყავი ცნობადი სახე ფილმებს ხშირად ვუყურებ ხოლმე და ალბათ იმიტომ რომ არ გადაეცათ რომ ან პიროვნება რომელიღაც მიატოვა გემი, გაიქცა კონექტიკუტში. ეკიპაჟი შეეცადა შენთან დაკავშირებას მაშინა შემდეგ. დიახ, თვითონ მიკავშირდებოდნენ და ანუ კომპანიის წარმომადგენელი მიკავშირდებოდა. როგორ? მაგალითად როდესაც ვიპოვე ინტერნეტი უკვე ვიყავი ბრუკლინში, აი მაშინ ცდილობდნენ დაკავშირებას, მე დაუბრუნებულიყავი გემზე. სოციალურ ქსელებში? დიახ, სოციალურ ქსელებში Viber-ის და WhatsApp-ის აპებში მიკავშირდებოდნენ და დაუბრუნებულიყავი გემზე, რომ არაფერი არა, ეს უბრალოდ გასეირნებას ჩამეთვლიდნენ. და ძალიან მშვიდად ანუ ვუთხარი რომ 2 საათი იმისთვის არ მოვცურავდი რომ მე გამოვიდი აქავი. დიახ, ნამდვილად დასამალი არაფერი არ მქონდა. მაგრამ დანაშაულის შეგრძნება მაინც გაქვს მაგ კომპანიის ან მაგ ადამიანების? არა, არანაირი დანაშაულის შეგრძნება არ მაქვს, პირიქით მადლობელი ვარ, რადგან ეს მათ გარეშე არ მოხდებოდა არანაირად. მადლობელი კი იქნება, დანაშაულის შეგრძნება რატო არ გაქვს რეალურად ხო? ანუ ვიღაცა შეიძლება უნდა გაუფუჭე საქმე. არა, არ გაუფუჭე. ერთი კრახი, ანუ შენი ცხოვრება არ დაინგრევა. ყოველ შემთხვევაში იმათი არ დაანგრეულა ჩემს გამო. მივუახლოვდი ერთ-ერთ პატარა ეკლესიას, სადაც ერთი ადგილობრივი ასეირნებდა ძაღლს. აი ამ ტიპთან მივედი და ვთხოვე, ანუ ხელით, ფეხით, მუნჯურად, ყველანაირი საშუალებით ამეხსნა, დიახ, ენა არ ვიცი, ამეხსნა, რომ ჭირდება ტაქსი და მივდივარ ბრუკლინში. გამოიძახა ტაქსი და როდესაც მოვიდა ტაქსი, გამომემშვიდობა ეს პიროვნება. და წამოვედი ჩამოხვედი ბრუკლინში ქართველების ტერიტორიაზე, მაგრამ არ ყავს არავინ. დიახ,
ჩამოვედი ბრუკლინში, მეხუთე ბრაიტონზე ვარ. მჭირდება ინტერნეტი, რომ დავუკავშირდე ვინმე. ღამდება ბინა არ გაქვს. მარტივად იშოვე საცხოვრებელი? შორის ჩაერთო ჩემი იღბლიანობა, რადგან მე პირადად მზადად ვიყავი, რომ თან ეგ იღბლიანობა უკვე კარგი ხნის ჩართული იყო და მიჯერე. ბატონო, ეგ ნამდვილად დიდი ხნის ჩართული იყო, მაგრამ ისეთ უცებ თუ ვიპოვნიდი სახლს, ან ადგილს, სადაც არ გათოვს, არ გაწვიმს, ან ცივინიავი არ გიბერავს. ძალიან მარტივად ვიპოვე, პატარა კუთხე, სადაც არავინ, ანუ თავისუფალი ადგილი და შემეძლო იქ გაჩერება. ოთახში ადგილი, სადაც დიახ, ოთახში ადგილი. დიახ, სადაც ანუ თავიდან ოთახში ადგილი არ იყო, ეს უბრალოდ პატარა კუთხე იყო, როგორც წოდებული დივანი ან რაღაც ესეთი მსგავსი, სადაც ანუ დაძინების მიზნით არავინ არ იყენებდა. უბრალოდ მე შემეძლო, რომ ანუ იქ გავჩერებულიყავი და ანუ იმ დღეს დამესვენა. მინიმუმ სითბოში დამჯდარი. დიახ, მინიმუმ სითბოში დამჯდარი ყავ ღამით. დიახ. და იმ ღამითვე პიროვნებამ გადაწყვიტა, რომ უნდა წასულიყო იმ სახლიდან და მომდევნო დღეს აი ნამდვილად იმავე სახლში ვიპოვე, ანუ ღია სივრცეში, საძოლი, სადაც ანუ 4 თვის განმავლობაში მოახერხე იქ ცხოვრება. ნიუ-იორკში ჩამოვედი, აი რამოდენიმე ცენტი გამქონდა, რომლის დათვლაც არ ვიცოდი თუ რა რაოდენობის იყო სხვა თანხას, მე ვერ ვთქვა. ცენტი რას ნიშნავს? დიახ, რომელი რას ნიშნავდა? ის ადამიანები, ვინც იმ სახლში დავხვდნენ, ვისაც ვცხოვრობდი, ანუ თვითონვე გაიღეს 60 ჩემთვის და თვითონ ანუ მაგალითად საკვების შეძენაში რაღაც ესეთაში გარჩენდნენ. დიახ, თვითონ მარჩენდნენ ფაქტობრივად. მიერად მოეკიდნენ და არ თქვენს რომ ეს მათხოვარი ვინ მოვიდაო, ხო? დიახ, ნამდვილად. რა იყო შენი პირველი სამსახური და ჩამოსვლიდან რამდენ ხანში დაიწყო? ჩემი პირველი სამსახური იყო მიტანის სერვისი. ჩემს ამერიკაში ჩამოსვლიდან 4 თვის შემდეგ შევძელი აი ამ სამსახურის დაწყება. საქართველოში მართვის მოწყობა საერთოდ არ გამოჩნდა. ჩემი პირველი მართვის მოწყობა აქ ავიღე. შემდგომ გამოჩნდა ადამიანი, რომელსაც ჭირდებოდა მძღოლი. მანქანების გადაზიდვის სერვისში რა. შტატებს შორის დადიოდი დიახ, შტატებს შორის გადაყავდა მანქანები. და ერთ-ერთი მსგავსი გადაადგილების დროს ვიმყოფებოდი ნიუ-მექსიკო, ტექსასის საზღვარზე. დამიჭირეს იმის გამო, რომ არ მქონდა ვიზა. იყავი არალეგალი. დიახ, ვიყავი სუპერ არალეგალი. ციხეში მოვხდი, დაკავების იზოლატორში ვიყავი 12 დღე და შემდეგ უშუალოდ საიმიგრაციო ციხეში ვიყავი 6 თვე. 195 დღე საერთო ჯამში. როგორი იყო ეს თვე და მე როგორ გამოგიშვეს? ჩავწერე ჩემს რელიგიური აღსარებლობის შესახებ, რომ ვარ მუსლიმი. ჩემი რელიგიასთან დაკავშირებით მომხდარი ძველი ფაქტები მოვიშველიე, რაც გიოდეს მე მოხდარა აქამდე საქართველოში, ეს ყველაფერი ჩავწერე. მოსამართლე მიიღო გადაწყვეტილება ჩემს ასიკეთოდ, რომ მე ციხეშივე ჩაგიტარდა. დიახ, ციხეშივე ჩამიტარდა ყველა სასამართლო და იქვე მიიღო გადაწყვეტილება, რომ მე მიმსახურებდი აქ დარჩენას და არა დეპორტაციას საქართველოში გაბრუნება. ანუ შარიხეირად გექცა, შარიხეირად მეხსა დაჭერა, იმიტომ რომ ძალიან მალე გააკეთეს საბუთი და ხარდა. და 2 წელიც კი არ დამჭირდა ამ ყველაფერში, რომ ვარ ლეგალურად, უბრალოდ არ უნდა დავტოვო ქვეყანა. ჯერჯერობით. დიახ, ჯერჯერობით და ანუ თუ კი დავტოვებ, ანუ ამ შეღავათებით ვერ ვისარგებლებ. აი თუ კი არ დავტოვებ, უკიდეგანო ჩემი ძილი ამერიკაში ცხოვრება. ეს ყველაფერი ამადღირდა ამერიკამ შენი იმედები გაამართლა თუ არა? დიახ, რა თქმა უნდა, იმიტომ ანუ ეხლა რო ვთქვა სიმართლე რომ გაამართლა, ჯერ კიდევ გამართლების პროცესში, ანუ გამართლება არის ის, რაც შენ უკვე შექმენი. მე კიდევ შექმნის და შენების პროცესში ვარ. დღეს რა საქმიანობ? დღევანდელ დღეს მე ვარ მექანიკოსი, მობილური მექანიკოსი, გადავადგილდებით მისამართზე, მაგალითად ვიღებთ შეკვეთეს მანქანების შერემონტების სფეროში. მოვედით შენს იახტასთან. იახტა შეიძლება ეწოდოს, ხო? ძველი კი ჩანს, მაგრამ დიახ, საკმაოდ ძველია. 1970-იანი წლებიდან და ჯერ კიდევ რეკონსტრუქციის პროცესში. რო საუყურებ ხა ზღვას, ოკეანეს, წყალს ზოგადად ეს შენი ისტორია გახსენდება ავტომატურად, იმიტომ რომ მე რო წარმოვიდგენ რომ აი აქედან ეხლა სადღაც თან გემიდან, უზარმაზარი გემიდან ჩავხტე. გადარჩენის მეტი საშუალება გაქვს ირგვლივ ამ კონკრეტულ ადგილას, მაგრამ იქ სადაც ვიყავდი, ანუ დასახლებული პუნქტი საერთოდ თან ღამის 3 საათზე. საშინელი სიბნელე ორიენტირად ვიღებ გზას და გზასთან არსებულ განათებებს, რომ აი იმ განათებასთან უნდა მივაღწიო. შენ ეს ნაბიჯი რომ გადადგი, რომ გემიდან გადახტი, ეს ნიშნავს იმას, რომ შენ ძალიან თავდაჯერებული ხარ და შენს თავს ენდობ. რაში ხარ არასანდო? რაში არ ენდობი საკუთარ თავს? ან სხვა რაში არ უნდა გენდოს? ჩემს თავს არ ენდობი, მაგ გადაწყვეტილების მიღებაში.
რომელმაც არ იცის ყოველ დაზუსტებით თუ რა უნდა. ანუ ინერტული გადაწყვეტილებები გჩვევი. ანუ რომ რაღაც ისეთი გადაწყვეტილება მივიღო რომ რაც აი ეს ჩემია და ვიცი, აი მსგავსი იმას რაც გააკეთე მამაცობაც უნდა და მშიშარარაში ხარ. რისი გეშინია ცხოვრებაში. ძირითადად შიშის მომენტი, როდესაც მიდგას, აი მაგალითად არის რაღაც, რისიც უნდა მეშინოდეს, ხო? ყოველთვის ვცდილობ პოზიტიური განწყობის დაჭერას, რათა შიშმა არ ძლიოს ჩემი განცდები. საქართველოში დაბრუნებას როდის განიხილავ? საქართველოში დაბრუნებას, აი თუ საერთოდ. დიახ, საერთოდ როგორ არ განვიხილავ, აუცილებლად დავბრუნდები, ოღონდ ისე როგორც მე მინდა. ცურის დროს ოკეანე შენი მეგობარი იყო თუ მტერი? იმ მომენტში იყო ჩემი ძალიან საუკეთესო მეგობარი. ზედმეტად არ შეუწუხები ვარ, არც სიცივე არ მოუწია და არც განსაკუთრებული ცუდი საჩუქრები ჩემთვის. ტრამვა ხომ არ დაგიტოვა ამ შენმა თავგადასავალმა? არა, არანაირი, იმ ცხოვრებით ცხოვრობ, რისი ოცნებაც ჰქონდა, აქ ჩამოსვლა უნდა და იმ იმედების იმედების აღსრულებისთვის პირიქით ყოველი დღე რომ ჩემი სიახლეა, ეს ჩემში უფრო მეტ ხიბლს იწვევს, ვიდრე ტრამვას რომ რა იქნება ხვალ არ ვიცოდე. მე ის უფრო მახარებს რომ არ ვიცი ხვალ რა მოხდება და არა ის რომ გაწერილი ცხოვრებით ვიცხოვრ. რა თვისება შეიძინე, რაც მანამდე არ გქონდა? მაყოფილება იმის, რომ მანამდე უბრალოდ გადაწყვეტილებების ოცნება მქონდა და ეხლა იმით ვარ მოყოფილი, რომ აი მოოცნებებისათვის ყოველდღე რაღაც ნაბიჯს ვსგავ. როგორ ფიქრობ, სიცოცხლე საჩუქარია თუ ვალდებულება? სიცოცხლე არის საჩუქარი, ვალდებულება არის მასზე მოფრთხილება. სამყაროს აი მადლობას თუ უხდი ხოლმე ან ღმერთს. რამდენად ხშირად ლოცულობ, მუსულმანი ხარ, სარწმუნოებით, აქ მეჩეთში თუ დადიხარ? ღმერთს მადლობას ვუხდი შინაგანად აუცილებლად, იმიტომ რომ მე არ მიმაჩნია ნებისმიერ ადამიანში ვალდებულებად, რომ უნდა მიხვიდი აუცილებლად ტაძარში, უნდა მიხვიდი აუცილებლად მეჩეთში და ისე ანუ ვიღაცის ან რაღაცის დასანახად რომ მოიხადო მადლობა. ჩვენს ღმერთს გულით დავატარებ. შენ ხარ მუსულმანი, მე ვარ ქრისტიანი, ჩვენ როგორც გვესმის, ისე ვილოცოთ ჩვენი სამშობლოსთვის. პირადში რა ხდება? შეყვარებული თუ ყავს? არა, მსგავსი არაფერი არ ხდება. არ მანავლებს. აი არასოდეს მინდოდა და არ მქონია სურვილი რომ აი ვიღაცა მიყვარდეს ან მე მიყვარს. რატო სიყვარული ცხოვრებაში ძალიან მნიშვნელოვანი რამეა? კი, ვალდებულებებით. ვალდებულებების გარეშე სიყვარული არა არსებობს. ვალდებულებების გარეშე სიყვარული არსებობს, ოღონდ მე მსგავსი არ მიპოვნია და არ მიძებნია. ადამიანთა უმეტესობა მარტოობაზე წუხს და მე პირიქით. რაც უფრო მარტოა, მე უფრო ბედნიერი ვარ. ამჟამად ცხოვრობ Long Island-ზე, ნიუ-იორკიდან ცოტა მოშორებით. ვიმყოფებით შენ სახლთან, სადაც ცხოვრობ ამ ეტაპზე, ხომ არ დაგვათვალიერებინეთ? დიახ, ნამდვილად შემომზადეთ აუცილებლად. აბა ვნახოთ, როგორ ცხოვრობს თორნიკე ბატონი. კერძო სახლი არის. ოპერატორი შემოუშვათ. კეთილი იყოს ჩვენი ფეხი ამ სახლში. შეიძლება გკითხოთ თან დაგვათვალიერებინეთ ან რა ღირს, აი ესეთი ერთი სტანდარტი. აი ეს სახლი, ეს კონკრეტული სახლი ღირს $2500 თვიური გადასახადით. გარდა კომუნალურებისა, მეგობრის ერთად ცხოვრობ და ორი ადამიანი ვიხდით აი ამ გადასახადს. ეს თურქული ყავა არის, ხო? დიახ, ეს თურქული ყავა. დაგექცა. მეზობლებს თუ იცნობ? დიახ, სხვადასხვა ხშირად დასახლებული უბანია, ოღონდ ვიცნობ რამოდენია მეზობელს. კონტაქტურები არიან, აი გეკითხებიან ხოლმე საიდან ხარ და როეუბნები რომ ჯორჯია თუ ეს. მეზობელი არის ძალიან კონტაქტური ადამიანი, მით უმეტეს იცის რომ საქართველოსდან ვარ და აი რა იცის საქართველოზე, ან შენ რა უთხარი, რა გააცანი? საქართველოზე სხვათაშორის აქვს მას წირი ცოდნა, იმიტომ რომ არის რამოდენიმე ქალაქში, თბილისში არის ნამყოფი და ქუთაისში. ყველაზე ხშირად ვისთან ხარ კონტაქტზე საქართველოში? თითქმის ყველა ჩემს ნაცნობთან, ოჯახის წევრებთან განსაკუთრებით და ოჯახის წევრების შემდგომ ჩემს სამეგობრო დღესთან ვარ ხშირად კონტაქტზე, ხშირი კითხვები, რომლებიც ხშირად მეორდება, რომელი საათია. ეს გადაცემა არის ემიგრანტებზე, მაგრამ არ მინდა რომ იყოს წახალისება ემიგრაციის. რას ეტყოდი შენს თანატოლებს ან არა თანატოლებს, რომლებიც არიან საქართველოში და ოცნებობენ ამერიკაზე? აი, რა ფაქტი შეგიძლია უთხრა, რითაც მათ შეიძლება რომ თუნდაც გადააფიქრებინო აქ ჩამოსვლა. რით ჯობია საქართველოში ცხოვრება, აქ ცხოვრებას. რით გაუარეს და შენი ცხოვრება აქ, ვიდრე იყო საქართველოში.
გაუარესებად არ ვთვლი, უბრალოდ ერთი ისა, რომ ჩემს საყვარელ ადამიანებს უფრო დავშორდი ხანგრძლივი დროით და იმ კითხვაზე პასუხი თუ როდის დაბრუნდები, ჯერ არ გამაჩნია. ანუ ეს თუ შეიძლება ჩავთვალოთ გაუარესებად, ხელმოწინე ოჯახში ვცხოვრობდი და ძირითადად ანუ ამ ყველაფერმა ჩასახა ჩემში ის, რომ და მივახციო რაღაცებს, თუ ვინმე ან ვიღაც მსგავს ადამიანებს აქვთ მსგავსი ყოფა ცხოვრება, რომ შეუსუბუქო თავიანთი ყოველდღიურობა. მადლობა, წარმატებებს გისურვებ შენს ოცნებებში. მადლობა იმისთვის, რომ მიყავით დღეს ჩემი სტუმარი. მე კი გემშვიდობებით მომავალ გადაცემამდე არ დაგავიწყეთ, რომ გამოყვეთ სოციალურ ქსელებში უეჭველი ქართველია. დროებით.